ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს. ესე იგი, საღვთო წერილი როგორ იწერებოდა? საერთოდ რაზეა ლაპარაკი? ხო, ბიბლიაზე, ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წიგნები. ეს ამბობს, რომ ეს ყველა წიგნი არის დაწერილი სულიწმინდის კარნახით. ერთი და იგივე სული წმინდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანს კარნახობდნენ და ამ წიგნში წერია ყველაფერი. იმიტომ რომ აქ არის აი სულიწმინდის გამოცხადებაა ფაქტიურად ეს დედამიწაზე და ეს ყველაფერი წერია და ოღონდ ნახეთ რას ამბობს ახლა. ეს ამბობს, რომ ის ასეა ნამდვილად, მაგრამ ერთი პირობით. აუცილებლად ბიბლიის გაცნობა, ბიბლიის შესწავლა, ბიბლიის გასაღები, ბიბლიის სიბრძნის გასაგებად არის ეკლესიაში. შეიძლება ეხა ეს საუბარი ბევრს არ მოეწონოს, ესე იგი ვთქვათ, თანამედროვე, ესე რომ ვთქვათ, დემოკრატებს თუ თავიცი სხვადასხვა დენომინაციების მიმდევრებს, მაგრამ ეს მე არ მომიგონია. წერია ირინეოს ლიონელს უწერია ესა რომ ხელდა ისე ყველაზე მეტად აი მას დაეჯერება სწორედ, იმიტომ რომ მან მიიღო ეს ხელდასხმა აი როგორც მოგახსენეთ იოანესგან პოლიკარპესგან ირინეოს ლიონელს და ეს ამბობს რომ ეს ხელდასხმა ეს არის აი გარანტია იმისა რომ სულიწმინდა მოქმედებს, სულიწმინდა გადადის ერთიდან მეორეზე, ოღონდ გადადის სრულყოფილად და მხოლოდ ამ სულიწმინდით შეიძლება საღვთო წერილის განმარტება. ნახეთ რას ამბობს რომ ესე იგი ორი წყარო გვაქვს ჩვენ ჭეშმარიტების, საღვთო წერილი და საღვთო გარდამოცემა. და ეს ამბობს რომ საღვთო წერილი ეს არის ესე იგი ის რაც წერია, ხო? ოღონდ ამას ვერ გაიგებ ეკლესიის და მამების და ღვთისმსახურების, რომლებიც ლოცულობენ და რომლებიც ხელდასხმით მიიღეს ეს უფლება, ამათი ახსნის გარეშე ვერ არ არის მიუწვდომელი ადამიანისთვის და მეორე მხრივ კიდე მეორე ეს არის გარდამოცემა, ზეპირი გარდამოცემა, ზეპირად, იმიტომ რომ მან მიიღო საღვთო წერილიც პოლიკარპესგან, ესე რომ ვთქვა და მიიღო კიდე ძალიან დიდი ინფორმაცია იოანე ღვთისმეტყველის კი არა თან, იოანე ღვთისმეტყველის საშუალებით ღმერთის შესახებ. და ეს გარდამოცემა ცოცხალია და ნახეთ რას ამბობს ეკლესია ეს არის აი ეს გარდამოცემა, საღვთო გარდამოცემა, რომელსაც არ აქვს არც გეოგრაფია, არ აქვს არც ნაციონალობა, ეს არის ის სიბრძნე, რომელიც ხელდასხმულ ადამიანებს გადაეცემა ხელდასხმის დროსაც სხვათა შორის, მაგრამ აი ამ სწავლას ისე არ დაასხამს. ერთი სასულიერო პირი მეორეს ხოს თუ არ გადასცა ეს სწავლება და დღესაც ესეა, სრულყოფილის სახით გადაეცემა. და რას ამბობს? ნახეთ, აი ამ ქვეყნებს რო ჩამოთვლის, ეს ამბობს, რომ თქვენ მიხვალთ ამ ქვეყანაში, ეკლესიაში და ზუსტად იგივეს მოისმენთ, ზუსტად იგივეს ნახავთ, რასაც ნახავთ სხვა ქვეყანაში და სხვა ეკლესიაში, სხვა ენაზე. აი ეს არის აი ეს ერთი სული. აი ეს არის ესე იგი შეიძლება ითქვას ერთი მთავარი სწავლება ირინეოს ლიონელის